მოგესალმებით ძვირფასო Facebook და YouTube მაყურებლებო. ეთერშია პოდკასტი ხალხის პირისპირ და მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს სტუმრად 1 მაისს სტუმრად ჩემს სათადარიგო სტუდიაში ასე ვთქვათ, ყავს საინტერესო სტუმარი, ძალიან საინტერესო, ძალიან კეთილი და პოზიტიური ადამიანი ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე, რომელიც არის მუსიკოსი და მედავითნე. და იგი ყველამ გაიცნო ნიჭერიდან, მანამდე ასე ვთქვათ, მედავითნეობას მიყვებოდა და თავისი ასე ვთქვათ კოპირება, ხმა ზუსტი კოპირება ეს იყო ჯო კოკერის My Father's Son და რამდენი წელი გავიდა და კიდევ 10 წელი გავიდა. და თქვენი ისტორიაც ვიცი, რაც ის ნიჭერში მოყევის და მოკლედ აქ კიდევ წარმოდგენილია წიგნები, რომელსაც ქვია ერთი ესო, მეორეს ამბავი კეთილი, შემდეგ წმინდანთა საგალობელი და შემდეგ ლექსები ნაფერები. და მოკლედ დავიწყოთ ამ წიგნებსაც შევეხებით და გადაცემის მსვლელობისას და მინდა პირველი კითხვა დაგისვათ, რატომ როგორ გადახვედით, ასე ვთქვათ, მედავითნეობიდან მომღერლობამდე და რატომ ეს გზა მაინც და მაინც რომ მოგუყვეთ? პირველ რიგში შემოძირფასებო ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, მრავალს დაესწარი თითოეული კონტაგანი მშვიდობას უსურვებ ბატონ კონსტანტინეს და ოჯახს და მის ძვირფას ადამიანებს და სრულიად საქართველოს. მადლობელი ვარ იმ პატივისცემი და სიყვარულისთვის, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში თითოეულ თქვენთაგანმა გამოხატა ჩემს მიმართ და მე ბედნიერი ვარ ამით, რომ 10 წელი გავიდა ჩემო კოტენა ხალხი რომ ისევ ჩვეულებრივი თითქოს გუშინ მიიღო გამოსული პროექტიდან ისე ხდება რომ არ შეცვლილა არაფერი. თითქოს დრო იგივე დარჩა. უბრალოდ გაოცებული ვარ მე რა რომ რანაირად ეს როგორ ხო და არ ვიცი რა. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, ეს პირიქით მოხდა. მე ჯერ მუსიკოსი ვიყავდი, მე გავხდი მედავითნე. ყველა წვლილი. ეს თქვენობით მოიშორეთ ჩემთან ძალიან. კაი გენოცდა, მაშინ ასე ვილაპარაკობ. ჩვენ უკვე მეორე ჯოხით წლების შემდეგ ერთმანეთს დღეს და გაიხარე. ისევ ჩემს სამფლობელოში, ისევ ჩემ ბუნაკში და ისევ ჩემს დამოვიწყდება ის ძვირფასი საჩუქარი, რომელიც გამატანეთ თქვენი ოჯახი. დიახ, ეს იყო ჯვარცმის გაოცებული დავრჩი, აი მაშინ შენი შემოქმედებით კოტეს, აი დღესაც მიდევს ეს სურათი და გაოცებული უყურებე. ახსნა ვერ მომიძებნია საიდან რა რაღაცა ისეთი იდუმალი სქემებია შიგნით ჩადებული და ის და არადა დავხატე ზუსტად საათნახევარში. ხო და აი ეხლა რო საშუალება ყოფილიყო ამისი პატარა რა იყოს ნახატი თვითონ ხო ისიც ნახავდა თვითონ აი მაყურებელიც ნახავდა და ამას აღნიშნავდა. ალბათ პატარა რა ყოფილიყო ნახატი უკვე მოიტანდით აი ეთერში გვაჩვენე. აი მეორედ უკვე მადლობელი ვარ რომ აი ესე კონკრეტულად კომუნიკაციე ესეთმა უნიჭიერესმა და უკეთილშობილესმა პიროვნებამ და მე რომ პატივად ვთვლი აი შენ გადაცემაში ეს მონაწილეობის მიღება. მოკლედ ესეთი ამბავი იყო რომ მე ვიყავი თავიდან ჯერ მუსიკოსი. დიახ. და მე გავხდი უკვე მედავითნე, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში მოხდა ისეთი რაღაცა რომელმაც ნამდვილად დამარწმუნა უფლის არსებობაში. და მაშინ მე ვთქვი რომ თუ შენ უკვე ირწმუნე უფლის არსებობა, მაშინ კეთილი ინებე და დაგექი იქ, სადაც მას ადიდებენ და სადაც მას ევედრებიან. ეს არის ტაძარი. ეს ჩვეულებრივი ხო და ეს იყო ჩვეულებრივი მრევლის ამბავი. მივედი და ჩვეულებრივი მრევლი. მე რომ ნახეს მუსიკალური ნიჭი მქონდა, ერთ-ერთი ფრაზე რა თქმა უნდა იყო გაიშალა რა. გალობლად დამაყენეს და ვიყავი მგალობელი. მე ერთი დღე კიდე მოწვარი კითხულობდა პარაკლის კითხულობდა იმ დღეს მედავითნე არ ახავდა. ხო და ეს რა ქვია თვითონ წაიკითხა ყველაფერი მედავითნის საკითხავებიც, მღვდლის საკითხავებიც, ესეც ისიც და რო დაამთავრა მორიდებით უთხარი რომ მეთქვი სხვა დროს ეგეთი მომენტი თუ გექნება და მედავითნი არ იქნება მეთქი. მე შემიძლია ხუცურ ენაზე წიგნის კითხვა მეთქი. ხუცურის ისი? კი ხო.
ხო და ეს სიტყვა როგორც უთხარი და გადამსახა ჯვარი და მითხრა ხვალიდან მე დავითმე იქნებიო. აი ესე გავხდი მე დავით. და ხალხს რო უთხრათ მაყურებელს რომელ ტაძარში იმსახურობთ? ამჟამად მე მსახურობ არის მუხიანში ესე იგი სამხედრო დასახლება დიდი მოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარში ვარ მე დავით. მამა ილეჩ პეტაცს. როცა დაგლოცოთ, გაგახაროთ და აი წიგნების აი მე გადავიკითხე გადაცემის ჩაწერამდე ჩვენ გავეცადეთ წიგნებს და აი ძალიან საოცარი ასე ვთქვათ ნამეები მითხარით 365 სტროფი 365-დან ასოცირებული ყველა ასე რომ იესოზე თავდება ყველა ეს როგორ ანუ რანაირად აი ამით დაიწყო ყველაფერი აი ამბავი კეთილი ანუ ჩვენი ერთხელ მე ულამაზესი საღამო იყო ქრისტეშობის მსახურება იყო ქრისტეშობის მსახურება იყო და რაღაც მიზეზის გამო ვერ მივდიოდი ტაძარში და იმდენად გულით მომინდა ტაძარში ყოფნა რომ ვიფიქრე რომ ხურცით თუ არა ვარ სული და გონებით მაინც ვიყო და ჩემ გაუნებურად ავიღე გამოგიწდები სკოლაში თავის პარტემოს ვერ ავწერდი ხოლმე ხო და ავიღე ეს პასტა და ფურცელი და დავიწყე პირველი სტროფი საერთის სტროფი მაინც რო დავიკითხოთ კი ბატონო აი აქედან დავიწყე რომ სახარება არის ესე დავიწყე რა წამოვიდა და რა მოდის ესე იგი ლექსები მოდის ხო და აქედან აი ამ წიგნიდან ყველაზე საინტერესოს და ყველაზე ძირითადს მე ასე ვთვლი იმას აგიკითხავ დიახ ქრისტეს მოსვლის განკაცების ჯვარცმისა და აღდგომისა ამაღლების სულთნობის მოციქულთა ამბორისა კივილი და სიხარული გამორჩევა ამ მოდგმისა მოვისმინოთ იოანეს, მარტეს, ლუკას, მარკოზისა და მე ამას მიყვა სათითაოდ ვინ როგორი სახით გადმოსცემდა რომ 4 სხვადასხვა מחარებელი იყო და ყველა სხვადასხვანაირად იწყებდა დიახ და ასე შეიქმნა ეს იგი რომელსაც ქვია ამბავი კეთილი და როდის დაიბეჭდა ეს პირველი წიგნი და ვინ არის რედაქტორი წელი აქ არის მითითებული ახლა ვიგეთქვით ჩემო კარგო 2019 წელი და რედაქტორი გახლავთ ბატონი ზაო ნაჭყებია თავადაც ქაროსანი ადამიანია და მითხრა მე ვთხარ აი ბატონო ზაო მეთქი თქვენი აზრი უპირველესი იყო მეთქი ჩემთვის რომ თქვენ რა სიტყოდით ამაზე და როდამირეკა და მითხრა რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს სიხარულით ასვეციერა ასე ვთქვათ, როგორი და ცოტა წარსულში გადაგიყვანთ ახლა, როგორი ბავშვი იყავით ბატონო ბოჩაი, რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება თქვენი ბავშვობის შესახებ. ჩვეულებრივ, რა ვიცი, ალბათ მშობლებისთვის ჯიუტი, ცელკი, ონავარი, როგორც ახასიათებს პატარა ბავშვებს, ვიდრე ცნობიერებაში გადავლენ. მაგრამ ამასთანავე მუსიკალური სმენაც აღმომაჩნდა პატარა. მშობლებმა მე მიყიდეს პატარა აკორდეონი დაბადების დღეზე ხო და ისეთი სუსტი ვიყავი რა აკორდეონს ვერ ავწერდი ხოლმე და არა და იმდენად მომეწონა ეს თუ არ გაწიე ხო ამას მუსიკას ვანერად ვერ გამოიყვანი და დავდევდი თუნდაც მშობლებს ხან პაპაჩემს ხან ბებიაჩემს რომ გამიწიეთ რომ დაუკრავ მე რომ წამოვიზარდე უკვე 5 წლებში შემიყვანეს აკორდეონის და მე უკვე დიდი აკორდეონი დამკითხეს წარმოიდგინეთ პირველი კონკურსი იქ მოხდა აი ამ დიდი აკორდეონით ხელში გამომიყვანეს ქალაქ რუსთავში ესე იგი კონკურსზე და რო გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი გამოვიდა მარტო აკორდეონი ბავშვი არა ჩანდა ხო აი იქ ეგრევე ესე იგი გამარჯვებული გამოვიდი იმ კონკურსიდან პირველი რაც მიყვარდა ხოლმე საფრთხე რაც მელოდიების აწყობა კინოფილმებიდან. ხო და ერთ-ერთი კინოფილმის მელოდია წარმოვადგინე ჩემი აწყობილი აკორდეონზე და ეს ხო ჩემი ბავშვობა რა შეუძლებელი ცეთი არაფერი განსაკუთრებული. აი ხო ბატონო გოჩა უყურებ და უკითხულობ სალმონიოზა მე-6 მუხლი პირველი და სათაურით იესო. დიახ. და გამოცემული აზრინი ამბავი კეთილის შემდეგ ანუ შემოვლენო 2020 წელს თბილისში.
რაზეა და აი ამას ბრძანეთ მომონის 365 სტროფი. კი ბატონო, კი. თუ გავასწოროთ ეს ის აღურება და ორი დაგვრჩა კიდევ. კი ბატონო, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად წერდი ხოლმე, არ ვიცი ეს საიდან მოვიდა. მაგალითად სახარების მონაკვეთს წავიკითხავდი, წმინდანის ცხოვრებას წავიკითხავდი და ამის გამიხედვით იგებოდა სტროფები, რომელიც ყველამ თავდებოდა იესოს. ხო და შეიკრიბა ბოლოს და ბოლოს იმდენი, რომ ალბათ ისევ დაურეკეთ ბატონ ზაურის რომ ესეთი მდგომარეობა და აბა მაჩვენე ესეც აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს. ხო და დაიბეჭდა და აი ეს გარეკანი სხვათა შორის მეუღლემ შეარჩია თვითონ და ეს ფსალმუნის მუხლის წამსვარებაც. რომ ძალიან ძლიერი მუხლი არის, უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს. მართლა როცა უფალი შენთან არის და უფალს უხმობ ყოველდღიური ლოცვაში და მეტნაკლებად შენი საქციელით, ხო? მაშინ მართლა არაფრის და არავისი არ უნდა გეშინოდეს. და აქვე შეგატყობინებს და ვიტყვი ასეთ რამეს ბიბლიაში წერია ასეთი რამე ახლა ვახტმაში რომ ყველა ადამიანის კარგულთან ვდგავარ და ვრეგები ის ვინმე გამიგოს. კი. ამას მოვაყოლე ახლა ეს სიტყვები რომ ესეც იესოს ეკუთვნის ეს სიტყვები და თითქმის მთელი ყველა სახარება რაც არის დაწერილი ასე ვთქვათ იესოს დახმარები. კი, აი ესენი, აი ყველა ნებისმიერი რომ აი მაგალითად საინტერესო სტროფზე გადავშნას. შემთხვევით ის. კი. ცხოვარი ხარ თუ ურჩი თიკანი, ცხოვრების წესი თვით გამხილებსო. მილხინე ცოდვილს და შევიწყალენ წემსო, კეთილო ტკბილო იესო. საოცრება. აღდგომაზე დავწერე ესეთი საინტერესო დავწერე რა მე აღდგომის დღეს არის დაწერილი. ნუ ეცვნება აღდგომის დღეს. შიამი ხა ჩვენ აღდგომის პერიოდში ვართ და რატომ და აღდგომაზე თქვა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტროფი გამოვიდა და შემიძლია თქვა რომ ყველაზე ძლიერი მთელ ამ წიგნში. უყურეთ როგორი მომენტია. გუშინ ჯვარს გაცვი დღეს აღდეკ ხვალ გამრჩი ძე ხორციელსო ცრუს და თავმოთმეს მართალი ბაგე მომმაგლეთ კბილო ქრისტე იესო. აღარაფერს ვარ მართლა მაყურებელმა განსაჯოს და მე შემოყოთე მე უბრალოდ რა იცი ვერ ვამბობ რომ დაიწერა ეს მე არ შემიძლია თქვა რომ დავწერე დაიწერა რა ვიცი მოვიდა და მე იმ წუთში რაღაცა ცოდვილი იარაღი გამოვშთი რომლიდანაც ალბათ მოვიდა ეს ღირსი გამხადა უფალ მამისი რო აქ მოსულიყო და გადავიდა იქით და მორჩა მეტი არა ამიტომ ვთვლი რომ ეს წიგნები ჩემო ძვირფასებო თითოეული თქვენთაგანის საკუთრება არის მე ამ წიგნებს არ ვიგი მე ამ წიგნებს ვარიგებ ვისაც სურვილი გექნებათ დამიკავშირდით მომწერეთ პირადში და გადავიქცევთ აუცილებლად და ამ გადაცემაზე მოგნიშნოთ ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ხალხმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება და წიგნების მოგისმასოთ. ეს არის თქვენი საკუთრება პატის. როგორც უკვე ეს წიგნები პატიო ხარ და თქვენგან და მე დავიმსახურე ეს ოთხივე წიგნი. და მაინტერესებს კიდევ ასეთი რამ ნიჭიერ შევეხები ახლა თქვენ ახსენეთ ნიჭიერში რომ ასეთი სიტყვები ხოლმე სიტყვებს ვიყავ პარიზი და თორშტევის კი რა მოხდა შემდეგ? უფროსი გოგონა იყო გათხოვილი იქ, ასე ვთქვათ. წავიდა ჩვენ ოჯახიდან, მაგრამ ჩვენ სიყვარულს გავაყოლეთ. ანუ ვინც უყვარდა, იმასთან უნდა ყოფილიყო და მადლობა უფალს, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, კარგი ვაჟკაცი, რომელიც სხვათა შორის ისიც ძალიან უინტერესო ხელოვანია და კომპოზიტორის ოჯახიდან, გეცოდინებათ. მაგრამ შალვა დავითაშვილი კომპოზიტორი ასეთი იმის შვილი გახლავთ ჩემი სიძე. ხო და არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი თვითონაც მღერის და აი ჩვენი შვილი მისთხოვდა მას და იქ ცხოვრობდა. საფრანგეთში ცხოვრობდა, როცა მე პროექტში მივიღე მონაწილეობა. და შემდეგ ალბათ როგორც გავიგე უყურა ამ პროექტს მოშრომა და ცვლილები ცალკე და გაოცებული დარჩიო. არა, ეს ხო არავინ არ იცოდა, ეს ხო მარტო ჩემი ამბავი იყო ოჯახის წევრებმაც, რომ უბრალოდ მივედი პროექტში და აი ესე მაშინ ავდგოთ და
თქვენ შვილს მიუძღვნათ რომ იყოს საფრანგეთში. კი ბატონო მეოთხე იოსმე. ესე იყოს მითი. და აქვე მინდა ვთქვა ის რომ I'm პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის დასრულების შემდეგ შევთავაზებ აყურებელს თქვენს გამოსვლას ნიჭიერში, რომელიც სადაც ასრულებთ ჯო კოკერის ნოველურ სიმღერას My Father's Son. იგი. და მაყურებელი კიდევ ერთხელ იხილავს 10 წლის შემდეგ თქვენს შემოქმედებას და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა არ მთავრდება, მარტო გადაცემებით არ შემოიფარგლება. მე ძალიან მინდა თქვენს ასე ვთქვათ სამსახურშიც მოსვლა, გადაღება, ყველაფერი და ეკლესიაშიც ერთი დღე რომ მოვიდე და რამენაირად პატარა სიუჟეტი ტაძარშიც რომ ჩავწერო ეს იქნება ჩემთვის და ჩემი მაყურებლისთვის ძალიან საუკეთესო დრო და ასე ვთქვათ საქმე. და თქვენ მაინტერესებს აი ერთ თვალსაჩინო ერთ ფილმშიც მიიღეთ მონაწილეობა თვალსაჩინო, ხო? ფილმში, ორ ფილმში მიიღეთ მონაწილეობა. აი რომ მოგყვება. ერთი გადაიღო ჩვენმა ყველასთვის საყვარელმა ადამიანმა ნიკო ბაღაშვილმა. ვიცნობ ჩემო. და მეორე გადაიღო არანაკლებმა საყვარელმა პიროვნებამ ჯავარა ბენიამ. და ორივეში მეტნაკლებად მთავარი როლი მაქვს. და რაზეა ეს ფილმი? თუნდაც ნიკო ბაღაშვილის, ნიკოლასი ასე ვთქვათ. ნიკო ბაღაშვილის ფილმი არის ესე იგი მოშღურტული ბეღურები, სადაც მე ვასრულებ არაორდინალური კაცის როლს. ხო, რაღაც უცნაური ცევებით, რომელიც ესე იგი ერთი ორ კაპიკს მოიგდებს ხოლმე ხელში იღებდა გარბის ხორბალი იხიდოს და დააპუროს ბეღურები. და რომ აი ამ ცხოვრების ბიუროკრატიას და იმას რო გაურბის. ან სპონტანური უბრალოდ ცხოვრება უნდა. არ სურს არც წოდება, არც ის, არც ეს და აი ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომ უყვარს დიდი, პატარა, მტერი, მოყვარე და ასე შემდეგ. ძალიან უბრალოდ ცხოვრებით ცხოვრობს რა და ესეთი გმირის შესრულება მომიწია, რომელიც და რატომ ფიქრობთ, რომ არაორდინალური პიროვნების როლი? ეს თვითონ სცენარის ავტორმა ასე აღნიშნა. რომ შენი როლი არის არაორდინალური კაცის როლი, ასე ვთქვათ. და არ მინდა გადაცემა ისე დავასრულო, რომ აი ეს ორი წელი დარჩენილი წინით არ გავიხილოთ, რომ პირველი და მესამე რომელიც ამობითა ნათქვამია და მესამე იქნება წმინდანთა საგალობელი. კი ბატონო. რა საგალობელია და რა არის ამ წიგში შესრულებული? ანუ ესე იგი აი აქ წმინდანთა დასი როგორც ვთქვათ. კი ბატონო, წმინდანთა დასი, რომელიც ესე იგი რომლის ღირს ხობს უფალმა თითოეული ჩვენთაგანი ჩამოყარბო და აი როგორც კი გადაშალა კოტემ პირველი რა ეს გადავხდა. ეი ჩაწერამდე ეს მოდი მაშინ ისე მაგაც წავიკითხავ აი წიგნი რაც არის გამოსახული ზუსტად იმ სტროფს წავიკითხავ აქედან ცოდვები ჩვენი წვეთია ზღვაში ქრისტემ აღიღო ტვირთი ამათა ლოცავს კრებული მიწაზე საშიც მწყინა წმინდათა დედა მამათა აი ესენ გახლავან წმინდა დედა მამები რომლებიც ლოცულობენ ხედაღა ჩვენთვის. აქ ასევე არის ესე იგი 365 სტროფი ყველა წმინდანის სახელზე. არის ჯვრის ცალკე სადიდებელი, ყველა წმინდა ღვთისმშობლის ცალკე სადიდებელი, წმინდა გიორგის ცალკე სადიდებელი, წმინდა ბარბარეს, იმოწამე ბარბარეს. მოკლედ ყველა წმინდას ვეხები აი წმინდათა ცხოვრებაში ვინც კი მოხსენიებულია აბსოლუტურად. ზე არის რაღაცა დაწერილი და აი ლექსები ნახერები. ლექსად ნახერები. კი ბატონო. ლექსად. დიახ. ეს სათაური შეარჩია ბატონმა ისე საურნაჭებია. მოხდა ესეთი უცნაური რაღაცა, ჩემო ხუთე. მოგეხსენება ესე იგი სოციალურ ქსელში უმეტესობა მეგობრების მანდილოსნები არიან. ხო და მინდოდა რაღაცა მეც ჩემებურად მადლიერება გამომეხატა მათ მიმართ. ხო და ერთხელ რომელიღაც ანას ჰქონდა დაბადების დღე. ხო და ამიტომ დავწერე 4 ხაზი. რომ ლექსად მიულოცე. ხო და გამოვაქვეყნე იმაში რა სოციალურ ქსელში. ძალიან დიდი მოწონება მოყვა, უამრავი გაზიარება ჰქონდა იმ ერთ სტროფს. ხო და ვიფიქრე რომ რადგან ანაზე დაიწერა,
მოდი აბა სხვა სახელზეც ვცადო. და მიიღები ანა, ანი, მერე ბარბარე და ასე შემდეგ სახელები. და იმდენი შებროდა, რომ მე უკვე ესე იგი თვითონ წერდი, რომ დამიწერეთ მეთქი რაფია, რომელ სახელს ეკნებავთ და დავწერო მეთქი და გამოვიდა რა, რომ როგორც ძირითადი, ასევე ნაწარმოების სახელებზე ყველაზე მეტნაკლებად დაიწერა და ერთი კურიოზი უნდა მოგიყვეთ. კი ბატონო, ბრძანე. ავასე დაკავშირე. ერთმა მომწერა, რომ ეხლა არ ვითხარ აგრაფინაზეც დაწერილი გაქვს. აგრაფინა ჯაფარიძეზე, ხო? რა ვიცი ისე, მაგრამ აგრაფინაზე თუ მაგ მეთქი მეუთხარი და გამოგიგზავნო მეთქი და კი გამოგიგზავნე. გავუგზავნე და პასუხი გაინტერესებს? დიახ. როგორ ვინატრო რო აგრაფინა მერქოს. ოდი რატომ ესე ვთქვით? მაგრამ აი წავიკითხო, მაგრამ აგრაფინაზე რატო გამცა ასეთი პასუხი? კი ბატონო. ესე იგი ეს ლექსები როგორ იწერებოდა მომჩივანი და მომდავებელი ყოლოდა რომ რას ქვია შენ ჩემ მანდილოსას დაუშვათ ლექსი მიუძღვენი, ანუ ან მანდილოსანს ვესაუბრები თავის გულის სწორზე, ან მას ვესაუბრები თავის მანდილოსანზე. იქ მე ანუ საუბრობ მესამე პირში და მე იქ არაფერ შუაში არა ვარ. ამით მიხვდებით ეხლა და აი აგრაფინას ეს რაღაცა დაუწერე. აგრაფინას ვესაუბრები ამ შემთხვევაში. შენზე ფიქრში ოცნებებმა ღრუბლებს ზემოთ ააფრინა. უშენობამ თვალებს უხვი მწველი ცრემლი დაადინა. სიყვარულით კვლავ შეიგრძნობს სულში სითბოს აღმა ფრენას, თუ კი მის გულს თანაუგრძნობ ჩვენიერო აგრაფინა. აი ეხა იგივე მე რატომ ვქვია აგრაფინა? ხო ერთი ფილმი მეორე ფილმი გამომჩა კიდე რომ გითხრათ ის აღსანიშნია. დიახ. იმდენად პატივცემ იმ ადამიანს რომ მოწიწებით წერო მე თვითონ მომერიდა ეს სიტყვა რომ მომწერა რომ ფილმი ფაქტიურად გადაღებული გვაქვს და მთავარი პერსონაჟიო ტიპაჟი ვერ შევარჩიეთ და ვერ ავნახეთო და იქნებ რამენაერათო რა ვიცი თქვენ ხედავთ ამ იმაშიო რა ამ როლშიო და იქნება ეს გახლავთ ესე იგი გადაღებული ჰექტორ მალოს უსახლკაროს მიხედვით ფილმი შეუძლია მაყურებელს YouTube-ზე ნახოს უსახლკარო ესე აწერია აი შევასრულე მე ვიტალისის როლი რომელიც ესე იგი პატრონობს ბავშვს რომელსაც ყველა ჩათი იქნებს აბოლინოს ხო ასე თქვა ხო და ესე მოკიდებს ხელს წაიყვანს აი როგორც საბრალონში რო არის ხო იცი თავისებურად აპეკუნობას რო გაუწევს და ესეთი რაღაცა და მესამე რაც უნდა გითხრა იმას ახლა ამ შემთხვევაში ველოდები სულიერი მოწყრის როლი შემთავაზეს მოწყრის კი და ანუ როგორი სიტუაცია იცი ფილმს ქვია წამალთან თამაში მან თამაშობს არ ვიცი აი როგორ არ ვახსენო ჩემი აი მეგობარზე მეტი ძმა გიორგი მჭედლიძე აი მაგას ვერ მოცვადი კი ეგეც გადაიღეს ესე იგი მოწყრის როლში ოღონდ მეორე სერიაში და მე ვარ პირველ სერიაში ანუ პირველ სერიაში მე ვარ მოწყარი მეორე სერიაში ეგ არის მეორეში გიორგია მეორეში გიორგია პირველში მე ვარ ხო ანუ წლების შემდეგ ხდება ერთი და იგივე ადამიანი ამბობს აღსარებას წლების მერე ისე ჯერ ჩემთან ამბობს მაკაპერაია უმიჯერესი როგორ კი ცოტა შორის მაგის დამსახურება იყო ეგ რომ შემომთავაზა რომ აი იქნება მე ვთხარავია სულიერი მოწყრის როგორ გავრისხოთ და რა გავაკეთე მე ვთხარა და ლაშარი სამხარაძე მის რეჟისორი სცენარისტი რამე ყველაფერი და უნდა გითხრათ აი ის რაც იქ მოხდა ფილმის გადაღების დროს ანუ ყველაფერს საუბრობდი სცენარისტთან მიხედვით დაწერილი და დამშვიდობება იყო ძალიან მოკლე ახმსარებელთან რა ხო და რაღაც ანუ დაგლოცოს მithon და აბა მოჩა ანუ მოკლედ იყო ეს ყველაფერი მოხაზული და რაღაცა მარტო მაგმაყოფი ხო და
დავიწყე საუბარი და სამშვიდობებელი საუბარი მქონდა დავიწყე და ვეღარ ჩერდები იქიდან რა შევიყურებს რა გავაცემული ხო და რო დავამთავრე ეს ყველაფერი და მოვიდა გადავეხვია მე ამ კადრს არა მოვჭერი ცოდე თავიდან რა მოვიდა ჩემზე და რა მოხდა იქ იმ წუთში ვერ აღიხსენ რაღაცა ძალა მალაპარაკე და რაღაცა მოხდა იქ ერთი სული მაგარი როდის გამოვა ეს ფილმი ამაღლებას რო ვთქვა როდის არის დაანონსებული გამოსვლა რა ვიცი როგორც თქვეს პრინციპში აი ახლა ახალ წელს პირველი სერია უკვე უნდა ყოფილიყო მაგრამ ეს ყველაშას რაღაც პრობლემები შეექმნა ფინანსური ან რაღაცა რომელი არ ვიცი თორე უკვე ფილმი სრულად არის პირველი სერია უნდა ყოფილიყო პირველი სერია მზად არის უნდა ყოფილიყო უკვე ხო და არ არის და რა ვიცი მოკლედ ნიკო ბაღაშვილს და ჯავარა ბენიას და ლაშა სამყარაძეზე მაგარეს ჩემი უღრმესი მადლობა და დიდი პატივისცემა აქედან რომ აი ამ სამ ფილმში მე მონაწილე და მეოთხე გამოვჩეკით აკადია ხო ცოტა არა მოხსენებო ჩემი ესა დინო გეთიაშვილი დინო გეთიაშვილი მაგარ გადავიღო თავის ფილმში და სხვათა შორის ჩემი კომპოზიციები გამოიყენა იქ საუნდტრეკად და ის ის უნდა აღიაროთ მიამიტი ფილმი რო გამოვიდა მაგ ფილმში იწყება თუ არა ფილმი მე შემოვდივარ ეგრევე კადრში მუსიკოსი ვარ რომელიც ესე იგი რომელსაც მომხდა თავი პერსონაჟი შემდეგ მე საფრანგეთში მივემგზავრები და ეს პერსონაჟი რჩება ამ ფილმში და ეს პერსონაჟი აგრძელებს მერე მთელ ფილმს მე იქ უკვე აღარ ჩანვარ მაგრამ ჩემი კომპოზიციები რჩება ფილმში ეს დინო გენაცვალე გულში დიდი მადლობა თქვენს ეს ის უნდა აღნიშნოს ბატონო გოჩა რო ზაზაგოჩი ტაკოთანა თანამშრომლობთ და მის სტუდიაში წელს სიმღერებს თუ რამე ჩამიწერია თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში ყველაფერი ზაზასთან ყველაფერი აბსოლუტურად იმ დიდ გულში ენაცვალე კერჩი რო აეგე უთეთქოს ყოველ პასი წელი ანუ მოუშალოს გულისმეტ ხო რა ვიცი ძალიან აი ესე ვიტყვი რა ინტერვიუ კაი გამოვიდა ძალიან აი ყოჩა ბატონო ყოჩა და მადლობა ყველაფრის მადლობა მობრძანებისთვის ამ ხელაგზაზე რომ მოყვდით მაინც თბილისიდან თაწმინდა ის თუ არა თუ ეხა სოლოგინო თავშეყრებას ჩახვიდეთ აი ხარი კაი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ხალხო ძალიან თქო თუ უყურეთ ამ ადამიანის ფილმებს ანუ ამას ისე იმიტომ ამბობ რომ თქვენ თამაშობთ იმ ფილმში და ის ფილმი თქვენია უსმინეთ ამ ადამიანის სიმღერებს და იკითხეთ რა შეიძლება მე ეს ამბავი კეთილი ეს ერთმანეთს მოადა გადაცემას და დეონდო ეპიზოდს ერთმანა ეგრე მართალია ქვია ხალხის პირისპირ მაგრამ დაემატება დღეს ერთი გამონაკლისი დაუშვებთ და დაემატება ამ გადაცემას სახელად ამბავი კეთილი და ნამდვილად კეთილი ამბავია რა თქვენ მოყვებით ბატონო გოჩა და მადლობა ძმებისთვის, მადლობა ერთგულებისთვის და მადლობა მეგობრობისთვის, მაგასობისთვის და მობრძანებისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გოჩას უდგას გვერდში და მხარში და რა ვიცი, არის მისთვის მოძივი. და გემშვიდობებით, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასებო, უფალმა მოხდეთ მშვიდობა მათი, სიკეთე, სიტკბო და სიხარული, სიბრძნისა სიხვა, ალა, თვალი, წმენა, იმედი და სიყვარული. ეს მე პროფესორად დავავატე, მე არაფერს ვეღარ ვიტყვი და მხოლოდ ამის გარდა რომ მე ვიყავ კონსტანტინე ჯაფარიძე, ეს იყო გადაცემა ხალხის პირისპირ ამბავი კეთილი, ვაცნურად ყავდა ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე, მომღერალი, მე დავით მსახიობი და უბრალოდ კეთილი და კარგი ადამიანი, ღვთისმოშიში ადამიანი, ღმერთის შვილი, განსაკუთრებული შვილი და განსაკუთრებული ხართ თქვენ განსაკუთრებით და მადლობა მოგზაურობისთვის, ეს იყო ჩემი გადაცემა. ბატონი გოჩა, ჩემი ძმა და მეგობარი. ყველაფერს ეკეთესთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყურებისთვის, ყველა ჩემ გამომწერს მადლობას ვუხდი და უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს ხალხო. აი subscribe და მოწონება დააჭერით ხელი, რომ უფრო მეტი სიახლეები იხილოთ ჩემს არხზეც და Facebook-ზეც. მადლობა ყველას, კარგად ბრძანდებოდეთ, მოვალ შეხვედრამდე. დღე დასასრულისკენ მიდის. დღევანდელი კასტინგის ბოლო მონაწილე რუსთაველი გოჩა ჭაბუკაიძეა. მე ვარ გოჩა ჭაბუკაიძე, 47 წლის.
მე მყავს მეუღლე და 2 შვილი. თამარი უფროსია და გათხოვილია საფრანგეთში. ჩემი შვილი რო ამ ხელა მანძილზეა წასული, მე იმის სიახლოვე მენატრება და მინდა რომ რაღაცნაირად მივაწვდინო ჩემი ხმა. უკვე სცენიდან. მოგესალმებით, ბატონო გოჩა. გამარჯობა. მარტო ხართ აქ მოცული თუ ყავთ გულშემატკივრები? მარტო ვარ სად. დღეს ნიჭიერში უნდა ვიმღერო. კარგით გისმენ. Yes, I'm my father's son. I live my life just like my father's done. It's a rewind every time I try to tell you it's goodbye. I can feel you back, you'll be my heart. And I will just say I'm tired of staying. Shadow for mine. Yes, I'm my father's son. I live my life just like my father's son. If he told to me one day that somebody help me, I'll be changed. Way I believe it, no way. Made up my mind and never over every out of my mind. Yes, I am my father's son. Yes, I will try. It's my father's son. Over my eyes in Bravo! I house free, I see. Which is right. Good morning. რა მომწონს ამ პროექტში მთლიანად. ძალიან ხშირად ხდები ესეთ ადამიანურ ძალისხმევას და ადამიანის ნების ყოფის გამარჯვებას საკუთარ თავზე, რომ აი რაც დღეს მოხდა მაგალითად. Good morning. ბატონო გოჩა. სიმღერა რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, მაგრამ არ დაგიმალავთ. ეს გარდასახვა თქვენი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, იმიტომ რომ აი ტყავიდან გამოხვედით და მეორე ტყავში შეხვედით. აი ორი სხვადასხვა ადამიანი, ერთმა დაიწყო, მეორემ გააგრძელა და ისევ პირველი დაგვიბრუნდა თქვენი სახით. აი ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ალბათ ის, რასაც ქვია არტისტიზმი, რომ ადამიანის სცენაზე გახდა სხვა. Good morning. შემოხედავთ კაცი და სასულიერო სემინარის პედაგოგს გევხართ და ისე მღერით გეგონება რაღაცა როკ ვარსკვლავი იყოთ. ეს ისეთი შეუსაბამობაა თქვენი გარეგნობა და ეს სიმღერა რო პირდაპირ საოცრება. მე დავიცინე. ეს ენერგეტიკა მოდის თქვენგან. Good morning. ბატონო გოჩა, არ ვიცი როგორ გამოხატო ის ჩემი ემოცია, რაც მოიტანა თქვენმა სიმღერამ. მინდა რომ მე თქვენ გნახოთ შემდეგ მეორე ტურში და ამიტომ მე თქვენ გეუბნებით ის. მეც გეუბნებით ის. მეც გეუბნებით ის რა თქმა უნდა. ბატონო გოჩა 4 კი და გელოდებით შემდეგ ტურში. 4 კი აბა რა. Უღურნეს მადლობა.
ჩვენაი ხავს აი ეს იმიტომ რომ მე ძალიან ვიპატივ. ძალიან შტაბში ძალიან გელოდებით შემდეგ პროშე. აუცილებლად. ძალიან ვიხარია რომ გელოდებით. ხაბათ აგებშვიდები. თქვენ გენასვლა. რა ხამს. ძალიან უცნაური პერფორმანსი. როგორი ნერვი ქონდა ნამდვილი არასიაბანდი. როგორ შეგეხედა გეგონება რომ აი კვდება სცენაზე ნერვი მაგარი. ხო, სემბრის კარგი ხალხია. არ გავდა სემინარის რექტიმას მე დავითნე ვარო. ვარ